Ქალბატონის დაკავშირებით უბრალოდ რაიმე ინფორმაციას გადაინცეთ რაც მოგვიძლევით მანამდე ზოგადად ცნობილი იქნება თქვენ მოსავალად და ყოველთვის თუ ადმინისტრაციული და ახალგაზრდობის როდესაც ეს ფაქტი მოხდა. კი ბატონო. იმ წინა ადმინისტრაციული დაკავების შესახებ უგავ ინფორმაცია მაგ თემაშიც არ მიმიღია მონაწილეობა ბატონო. კი. არის კი ბატონო. რაშიც მეორე მონაწილეობა მას ვარდასო. ზია ამაფლობერის ადმინისტრაციულ დაკავება არ ინახავს. ნუ არ მინახავს, მაგრამ გავიგებ, კონკრეტულად მე პირადად მონაწილეობა არ მიმიღია მაგ თემაში, იმიტომ რომ საკმაოდ გაშლილი სივრცეა იქ და სხვადასხვა ლოკაციებზე მიწევდა ყოფნა, ან ჩემ თანამშრომლებთან ერთად. დაკავა არ იცით ადმინისტრაციული წესით. არ ვიცი მაგის შესახებ ახლა არ მაქვს ინფორმაცია, იმიტომ რომ არ ვიყავი მე თვითონ იქ ადგილზე და რა სამართალ დარღვევის გამო დააკავეს თუ იცით? სტიკერის დაგვრასთან დაკავშირებით რა სამართალ დარღვევის გამო დააკავეს ჩემი კითხვა ამაზე არ ვსაუბრია არ მაქვს მაგის შესახებ ინფორმაცია ბატონო დაკავებული იქნა კი ბატონო არ გაქვს ინფორმაცია პასუხი მივიღო კი არ გაქვს რა სამართალ დარღვევის გამო დააკავეს არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია კი ბატონო თუ შეიძლება კადრის ჩვენება მინდა ცოტა კადრი გააჩერეთ ახლა ზუსტად რა თქვით ეს დაახლოებით არის 0.127 უნდა იყოს აი პროფილი. აი ეს თქვენ ხართ? დიახ. დიახ. ესენი უყურებთ მზია ამაღლობის დაკავებას. კონკრეტულად რასაც ციელი გააკეთა, იქ არ ვიცოდი, მაგრამ რომ დააკავეს, გავდექი და შევხედი ახლა და. არ კითხეთ და არ მინახავს დაკავება. დაკავება მე სხვადასხვა ლოკაციებზე დააკავეს. ერთ თქვენ ხართ მაგ კადრში? კი ბატონო. პირდაპირ უყურებთ მზია ამაღლობის. პირდაპირ უყურე, როცა ხელი მოკიდეს და წაიყვანეს, გამო დააკავეს არ ვიცი. მითხარით რა დაინახეთ მაგ? დაკავება, ჩანს კადრში. ზიას დაკავება ანუ დაინახეთ ადმინისტრაციაში. სიჩუმე დარბაზში. პლაკატი სიჩუმე პლაკატი ჭირდა. თქვენ დამის ბატონოა კითხვა მე. ალბათონია, გამისვით მე კითხვა და პლაკატი. რის გამო დააკავეს არ ვიცი, მაგრამ დაკავება რომ არის ეს ფაქტია. თქვენ გეკითხებით, თქვენ დაკავება რო არის ეს ფაქტია, რომ ამაზე არ ვსაუბრობთ. თქვენ დაინახეთ ზიას დაკავება ესე. დაინახეთ ხომ ზიას ადმინისტრაციული დაკავება დაინახეთ? ზიას ადმინისტრაციული დაკავების მოტივი მე არ დამინახავს და არ ყოფილვარ იქ. რის გამო დააკავეს? კი ბატონო, კაცში ჩანვარ ვადასტურებ ვარ მე. კი ბატონო. სტიკერი რომ მიაკარა. სტიკერის დაკავება არ დამინახავს. აი ახლა კადრი თავიდან სტიკერის დაკავება არ დამინახავს. რომ გამოვყავთ ის დავინახე მე. კადრში რას ხედავს თუ ადგილზე ყოფნას გადაინახა. დიახ. დავაბრუნოთ კადრი, კარგად დაინახოთ სადგას ბატონი არჩილი და საით იგურება. აი ეხლა წამოვარ კადრი უკან. აი სადგას, აი ბატონი არჩილი. გამოყვანის დროს უყურებ რა, მაგას ვადასტურებ რომ უყურებ რა. შეხედეთ პოლიცია. ხედავთ იმ გრაფიკს თქვენ. და რა არის? ანუ თქვენ ხართ. მე მეკამათები კითხვას. მე გამათები გეუბნები. ეს პოლიცია მე კითხვას რომ მიპასუხო. ერთი წუთი ბატონია არ არის. მიშე საჭირო. კარგით ბატონია ერთი წუთი. ბატონო არჩილი, ვიდრე კითხვას არ მოგისმე. დაველოდოთ კითხვას და შემდეგ გაიცით პასუხი. პოლემიკის კამათის გარეშე. შვიდად. ანუ ეხლა თავიდან გეკითხებით, მომიყევით რა ნახეთ მზიას ადმინისტრაციული დაკავებისას. აი რომ გრაფად რა ნახეთ. ძალიანობა ბატონო მოსამართლე მოწოდი ისაუბრა ის უკანთან დაკავშირებით და აჩვენა კიდეც ვიდეოზე წადებული და აღწერა რომ დაინახა ეზოში შეყვანის კადრი და ფაქტი თვითონ ვის გამო იყო დაკავებული ამაზე არ აქვს ინფორმაცია როგორც თავად განაცხადა. და ჩემი ხაში მოსების არის. როგორ შეყავდა? ამ წუთას ეს ყოველდღე დაკითხვის დროს ამ წუთას ამ ჩანაწერებს ნახავთ, მოწმე იცოვა და მოწმე თქვა რომ იქ არისო და არაფერი არ ნახავს. მე რომ აჩვენე და აბიძულებული იყო და დაასწრებინა და ეხლა მომიხმეს რა ნახა. ჩემი კითხვა მდგომარეობს ამაში, რა ნახა მოწმე. ჩვენი ამოცანა რა არის? რასაც მოგუწევიან ის მივიღოთ? ჩვენი ამოცანაა გავწმუნდეთ რამდენად გულწრფელია და სიმართლეს საუბრობს და რამდენად სანდოა მოწმე. ამას ვარ ახლა მე. ამიტომ მომიღებთ რა ნახეთ. ერთი წუთი
მით უმეტესად სხვა პერიმეტრზე ვიხართ. ერთად ავისაუბროთ. დამატება აქვს რომ გადავინჯობოთ. მაშინ და ერთად მოგახსენეთ. დამატებთ. გითხარით, იმიტომ რომ სხვა პერიმეტრზე ვიყავიოთ ხო და მით უმეტეს მნიშვნელოვანია ამასთან დაკავშირებით სანდოობის შემოწმება. კი ბატონო. ჩემი კითხვაა, რა ნახავს ადმინისტრაციული დაკავებას რაც შეეხება გავიგე შეხვდა და გავიგე პროკურორის განმარტება. საკამათო საკითხია, გარანტიები არ არის. აქამდე რომ მკითხული არც ერთი მოწმე არ არის თავიდან ბოლომდე თანმიმდევრული, მათი ჩვენებები უამრავ ნაწილში შეიცავს სიყალბეებს. მე მახსოვს ადრე, როდესაც სასამართლო საქმეებს ვიხილავდით ხოლმე, აპრობირებული პრაქტიკა იყო პოლიციელებს მოყავდათ ხოლმე ცრუმოწმეები, მაგრამ სხვები, ეგრეთ წოდებული მათი აგენტურა. დღეს პოლიციელები თავად იქცნენ ცრუმოწმეებად, რაც არის ძალიან დიდი სირცხვილი, სრული დისკრედიტაცია მთლიანად საპოლიციო ინსტიტუტების და ყველა პოლიციელი მოდის და იძლევა ცრუ ჩვენებას არაერთ ეპიზოდში და ისინი არ თვლიან, რომ ეს არათუ სირცხვილია, არამედ ეს არის დანაშაული. ამიტომ ყველა ასეთ შემთხვევაზე ცრუმოწმეობასთან დაკავშირებით რასაკვირველია, ჩვენ ყველა ასეთ ცრუმოწმეზე მოვითხოვთ რეაგირებას გენერალური პროკურორისგან და ეს რეაგირება აუცილებლად იქნება დღეს თუ არ იქნება, ხვალ იქნება. ამიტომ ამ საქმეს ძალიან ბევრი და დიდი გაგრძელება ექნება კიდევ არაერთი წლის განმავლობაში.